ხა ძირითადი ნაწილი საქმის ყურში ხარ და გაწყდება ეს კამი შეგიძლია სულ ძირითადი ნაწილი საქმის ყურში ხარ ჩვენ რასაც ვაკეთებ და თუ სახარებას განვარტავთ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებამდე ვართ მისული და ამიტომ მე მინდა რომ პირდაპირ ყოველგვარი შესავლის გარეშე უკვე დავიწყოთ და გავაგზავნოთ საუბარი იმიტომ რომ სასაუბრო ბევრია მნიშვნელოვან თავებზე ვართ მისული და დროში კიდე ვერ ვეტევით ხოლმე რა და ამიტომ მოდი შესავალზე დროს აღარ დავკარგავ და გავაგზავნოთ პირდაპირ იქ სადაც გავჩერდით ხო 26-ე თავი გო ჩვენ მესამე ნაწილად უნდა გავყოთ და მესაც კიდე ან მოვასწრებთ და ან ვერ მოვასწრებთ ან ჩავეტევით დღევანდელ დროშის და ან ვერ ჩავეტევით ეხლა ძალიანაც არ მაღელვებს ეს ეხლა რო გითხრათ სიმართლე იმიტომ რომ ჩემთვის თავარია რომ რაც საქმეა ეს ყველაფერი გითხრათ ისე როგორც მინდა რომ მოგაწოდოთ რა მაგრამ მაინც რაღაცნაირად ისიც არ მინდა რომ ძალიან დაგვინაწევდეს და ამიტომ მოდი მაქსიმალურად ვეცადოთ ხო და დრო გამოვიყენოთ მაქსიმალურად ისედაც რაღაც გადახვევები მჭირდება ხოლმე მე რა ჩვენ 46-ე მოკლედ წავიდეთ ხო 47-ზე გავჩერდით ანუ წავიკითხეთ ის მომენტები როდესაც უფალმა სთხოვა თავის სამოწაფეს რომლებიც განსაკუთრებულად დაახლოებული ყავდა მას ესენი იყვნენ პეტრე, იაკობი და იოანე ჩვენ ნახეთ უკვე ჩვენ ეს ბევრჯერ სახარების განმავლობაში და სთხოვა მათ რომ წამოვყევითო და ჩემი გულისათვის იფხიზლეთო ისიც კი არ ვთქვამს რომ ილოცეთო ჩემი გულისათვის იფხიზლეთო ჩემი გულისათვისო რა ცოტა ხანია ხო შეიძლებაო რომ ჩემთვის იფხიზლოთო რა ესეც კი ვერ შეძლებს მოციქულებმა მე გითხარით თქვენ რომ ერთადერთი რაც ითხოვა მეთქი ღმერთმა ადამიანებისაგან აი ეს იყო რა რომ თხოვა რომ ცოტა ხანი იფხიზლეთო რა ცოტა ხანი ნუ დაიძინებთო რა ერთი ეს იყო და მეორედ ითხოვა მე კიდე ჯვარზე რომ წყალი მომაწოდეთო წყურეაო და ისიც არ მიაწოდეს ანუ ეს ორი სათხოვარი რაც უფალმა ითხოვა ჩვენგან დანარჩენი სულ თვითონ გვესახურებოდა ჩვენ ორი რამე გთხოვა ერთი ეს მოციქულებს თხოვა რომ ჩემი გულისათვის იფხიზლეთო და მეორე იყო რომ ჯვარზე გაკრულმა კაცმა სიკვდილი მისჯილმა ითხოვა რომ წყალი დამალევინოთ და წყალიც ვერ მიაწოდეს ჯვარი მიაწოდეს გაზავებული ნაღველში და რა თქმა უნდა ის არ მიირთვა უფალმა და შემდეგ ნუ მოკლედ ეუბნება უფალი გაძლიერდება ლოცვაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება როგორ ლოცულობს მე ისიც გითხარით რომ ჩვენი ლოცვაც ესეთი უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლოცვა უფალთან მიმართებაში რომ ნებისმიერ ჩვენ სათხოვარს რაც არ უნდა ვთხოვოთ რაც არ უნდა რაღაც კონკრეტულ მომენტში გვეჩვენებოდეს რომ აი ძალიან საჭირო და აუცილებელია ესე თუ ის რაღაცა ჩვენთვის ყოველთვის უნდა დავამატოთ ხოლმე რომ ერთო როგორც შენი ნება იყავ ნება შენი არა როგორც მე ვნებას და მე წარმომიდგენია რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნება არა არამედ როგორც შენ ვნებას როგორც შენ გინდა და ჩვენ ნახეთ ამის მაგალითი თვითონ განხორციელებული ძეკაცისას მიდერ ხო ანუ პირველად სხოვა რომ ამარიდე თუ კი შესაძლებელია ეს ასმისიო მაგრამ მაშინვე დაუმატა რომ არამედ არავით არცა მე ვნებას არამედ როგორც შენ მეორედ უკვე ეუბნება რომ თუ შესაძლებელი არ არის რომ ამცდეს ეს სასმელიო იყოს ნება შენიო ანუ მან როგორც ღმერთმა თავისი ღვთაებრივი ბუნებით რა თქმა უნდა იცის რომ ეს შეუძლებელია მაგრამ მაშინ არის ასევე ჩვენთვის გაუგონარი და საიდუმლო სახით შეერთებული ადამიანური ბუნება სრულად რომელსაც თავისი ტკივილები აქვს რომელსაც თავისი განცდები აქვს და ეს ადამიანური ბუნება ტირის სხვა מחარებელი გვეტყვის ჩვენ რომ ლოცულობდაო იმხელა განცდებში იყო რომ ოფლთან ერთადო სისხლის წვეთები გამოსდიოდაო მასო აი ამ წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რა განცდები ქონდა მას იყვნენ ესეთი მწვალებლები რომლებიც ამბობდნენ რომ უფლის ხორციელ ბუნებას ნება არ განუცდია და აი ეს მათ საწინააღმდეგოდ პირდაპირ მეტყველებს რა ეს კონკრეტული მაგალითი რომ არათუ არ განუცდია ტკივილამდე შეწუხებულ არ სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე რომ ამბობს უფალი საშინელ განცდებში იყო მე გითხარით კიდევაც თქვენ ახლა ჯერ მოულოდნელად რომ რაღაცა დაატყდება ადამიანს ის არის ჯერ ძალიან მძიმე გადასატანი და მე მით უმეტეს როცა იცი ელოდები აი ყველაფერი გათვლილი რო გაქვს იცოდა იუდას ყოველი ნაბიჯი მან როგორც ღმერთმა მაგრამ თავიდანვე იცოდა როდესაც იუდა მისი მოწაფე გახდა იქიდან მოყოლებული იცოდა იუდას რაც უნდა გაეკეთებინა მაგრამ მაინც ბოლომდე თან გადაყვა აი ღმერთი ესეთია ხალხო და ჩვენც ესეთი სიყვარულისაკენ მოგვიწოდებს რომ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს უშურველი და უანგარო ყველას მიმართ
იუდა ხო შეგნებული მტერი იყო მისი, მაგრამ აი ისიც როგორ უყვარდა ხედავთ და როგორ ბოლომდე იზრუნა მასე და ჩვენ კიდევ ნახავთ თუ როგორ იზრუნა იუდაზე. აღდეგი წარვიდეთ ამიერ, ახლა ესე რა მოიწია მინცემელი ჩემიო, ესე დამთავრდა წინა საკითხავი ჩვენ რა წავიკითხეთ. ანუ დაასრულა ლოცვა, გაძლიერდა, გაიძლიერა თავისი ის ადამიანური ბუნებაც თავისი ლოცვით, მამასთან მიმართვით, მის ნებაზე ბოლომდე მინდობით. ანუ აი აქაც დააკვირდით როგორი რაღაცაა ეს ფაქტიურად დოგმატური სწავლებაა, რომ კი არის მამა, ძედა, სულიწმინდა სამება ერთ არსება და განუყოფელი, მაგრამ მათ ყველას თავისი პიროვნულობა გააჩნია. სამპიროვანია ღმერთი, მაგრამ ერთ არსებაა. მამა ცალკე პირია, ძე ცალკე პირია და სულიწმინდა ცალკე პირია და ნახეთ, ძე ღმერთი უკვე ხორჩესხმული ადამიანის ბუნება შეერთებული როგორ ტკივილებშია და როგორ განცდებშია და როგორ მიმართავს მამას, როგორ ცალკე პირს. ხედავთ? მაგრამ თან კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამით გვასწავლის ლოცვას, გვასწავლის ღმერთთან ურთიერთობას, როგორ უნდა მივურთიერთოთ ჩვენ უფალთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ბრმად, აი ერთადერთი ვისაც შეგიძლია რომ ბრმად მიენდო, ეს არის უფალი. ერთხელ ჩემ მოძღვარს უთხარი რა, რომ ბრმად გენდობი მეთქი, მამაო მეთქი და გამაჩერა და მისაყვედურა. ნუ მენდობიო ბრმათო მითხრა. მე ადამიანი ვარო და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოგეცალო ხელიდან. შეიძლება ფიზიკურად გამოგეცალო, გამიყვანოსო ღმერთმა აქვეყნებდა, შეიძლება კიდევ აურიო. მე რა ვიცი, რა გარანტია მაქვსო. ძალიანაც არ მინდაო, მაგრამ მაქვსო გარანტია. ამიტომ მე ნუ დამეყრდნობიო და მე ნუ მომენდობი ბრმათო. ბრმად მიენდე მხოლოდ და მხოლოდ უფალს, აი ღმერთს შეგიძლიათ მიენდოთ ბრმად. თვალდახუჭული. არასოდეს ფეხქვეშ არ გამოგეცლებათ, არასოდეს არ გიმტყუნებთ და ყოველთვის გეცოდინებათ, რომ შეგიძლიათ რომ დაეყრდნოთ აი თვალდახუჭული. აი როგორც ამ შემთხვევაში იესო ქრისტე დაეყრდნო თავის მამას. მიენდო მას, იცოდა რა, ამხელად ტკივილებით სავსე სასმისი უნდა შეესვა, მიუხედავად ამისა, მაინც ბოლომდე მიენდო და მაინც ბოლომდე აღასრულა მან მამის ნება. დავიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესე რა იუდა ერთი იგი 12-თაგანი მოვიდა და მისთანა ერი მრავალი מחვილებითა და წათებითა მდელთ მოძღვართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც იუდა მაიღო 30 ვერცხლი, ამბობს მახარებელი, რომ ეძებდაო მარჯვენ მომენტსო, იმისათვისო რომ გაეცაო, ხო? უფალიო. ხო და აი მოძებნა მარჯვენ მომენტი რა. და იოანე მახარებელი გვეუბნება, რომ იუდამო კარგად იცოდაო ის ადგილიო. ეხა ეს მოვლენა ყველა მახარებელს აქვს აღწერილი და ეხა მე უბრალოდ განსაკუთრებულ ადგილებზე გავამახვილებ ყურადღებას. თქვენ შეგიძლიათ სათითაოდ გადახედოთ ყველა სახარების დაბოლოებას და ნახავთ, აი შეავსებთ. მახარებლები ერთმანეთს ავსებენ თავით მონათხრობენ. და იოანე ამბობს, რომ იუდამო იცოდა კარგად ის ადგილიო, ეს გეციმანეს ბაღიო. იმიტომ რომ ბევრჯერ იყო იქო შესული უფალიო თავის მოწაფეებთან ერთად და მათ შორის იუდასთან ერთად. ანუ კარგად იცოდა სად უნდა მოეძებნა უფალი. და იქ მიიყვანა ხალხი. შეიარაღებული, ჩირაღდნები, מחვილები, წათებით შეიარაღებულები. რატო ჩირაღდნებით? იმიტომ რომ ღამე იყო უკვე. ხო, და ამ ხალხთან ერთად მდელთ მოძღვრები და მოხუცებულები. ანუ ის ხალხი, ვინც ორგანიზატორები იყვნენ ამ ყველაფრისა და ვისაც ძვალებით ყავდათ ყელში გაჩხერილი იესო. თავისი სიმართლის გამო, იმიტომ რომ მისი სიმართლით ამათი უმართლობა ემხილებოდა და მათ ეს არ სიამოვნებდათ. ესე ხდება ხოლმე ჩვენ შემთხვევაშიც. ხშირად მართალი ადამიანი, იმიტომ არ გვიყვარს ხოლმე, აი მე გამიგია ბევრჯერ რა, ეხლა მრევლის წევრებისაგან, რომ არ უყვართ მაგალითად თანამშრომლებს. იმის გამო, რომ ეს ცხოვრობს სწორად და წმინდად. და დასინიან, აშაყირებენ იმის გამო, რომ შეიძლება თავისი წმინდეს იცავს, აშაყირებენ იმის გამო, რომ არ ეწევა, მათთან ერთადად ლაზღანდარობს და ასე შემდეგ. იცით რატო აშაყირებენ? იმიტომ რომ ისინი ბევრნი არიან. ეს უმცირესობაში ყავთ. და არ სიამოვნებთ, ეს მათთვის სინდისის ხმა არის. და სულაც არ უნდა თავ სინდისის ხმის მოსმენა.
პირიქით, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ეს სინის სისხლმა ჩახშულია, ფეხი აქვს დაბიჯებული ზემოდან. სულაც არ ჭირდება ზედმეტი რაღაცა მამხილებლები. ხოლო მიმცემელს ამას მისსა, მიეცა სასწაულად და რქვა, რომელსამე ამბობს უყო იგი არ შეიყვართ იგი. ეს ვიცი ჩვენ, ხო? ანუ ნიშანი ქონდა იუდას მიცემული, რომ ვისაც მე ვემთხვევი, ვისაც მე უამბორებ, ის არის. ეხლა აქ ისმის ერთ საინტერესო შეკითხვა. რაში ჭირდებოდათ ეს ნიშანი ამ ხალხს? როგორ არ იცნობდნენ იესოს? ყველამ კარგად იცოდა ვინც იყო იესო, ხო? ეხლა არც ერთ მოწაფეში და არც ერთ მოციქულში არ აერეოდათ, ხო? ესეც იუდას დასამდავლებლად ხდება ბოლომდე და მისი სიმდაბლის ბოლომდე გამოსამჟღავნებლად. რომ მაინც ბეჭედს ურტყავს რა. ნებართვას აძლევს. ერთგვარად თითქოს რა. რომ მიდით და შეიყვაროთ. და მეხსეულად მოუხდა იესოს და რქვა, გიხაროდენ მოძღვარ და ამბობს უყო მას. გიხაროდენ, გითხარით მე თქვენ, რომ ეს ძველი ებრაული მიმართვის ფორმა იყო, შეხვედრის ფორმა იყო, როგორც ჩვენ გვაქვს გამარჯობა, აი გამარჯვებას უსურვებთ ერთმანეთს ჩვენი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ისე ქონდათ იმათ გიხაროდენ. როგორც ეკლესიურ საზოგადოებაში არის მიღებული მშვიდობა, ესე ესალმებოდნენ ერთმანეთს, ანუ მიესალმა, გიხაროდენო, გამარჯობაო. და ამბობს უყო. ნუ ეს არის ალბათ კი არა და ნამდვილად ყველაზე საზარელი ამბორი კაცობრიობის ისტორიაში. რაც კი ყოფილა ოდესმე. ყველაზე უგულო, ყველაზე უსიყვარულო, ყველაზე ყალბი, ყველაზე ცუდი, ტრული, გამყიდველის ამბორი. ეს არის აი ნუ არ ვიცი რა, გულის ამრევი, საშინელი. აი ჩვენ ხო ესეთი რეაქციები გვაქვს და ყველა ნორმალურ ადამიანს ესეთი რეაქცია ექნება. ხო აი მე არ დაგიმალავთ და გეტყვით პირდაპირ რომ აი მე შინაგანად ბრაზი მიყროს აი ამას უკითხულობ რა. მე ალბათ ვერ შევიკავებდი თავს. და შეიძლება გამელახა იუდა რაღაცა მექნა რა იქ იმ დროს აი როდესაც აი ესეთ რაღაცას თვალნათლივ დავინახავდი აი ესეთ საზარელ სუნდაბლობას თუ რა ვიცი ადავარქვა ამას მე რა. მოდი ვნახოთ უფალი როგორია, ისე იქცევა, როგორც მე მოიქცეოდი, თუ სხვანაირად იქცევა. ხოლო იესო რქვა მას, მოყვასო, ჯერ მიმართვა ნახეთ, მოყვას ეძახის ისე. მეგობარო, რომლისათვის სამოსულ ხარ, იმას აკეთებ, რისთვისაც მოხვედიო, ნახეთ ხალხო, ისევ იგივეს ეუბნება, სხვა მახარებელი გვეტყვის. პირდაპირ ეუბნება იესო. ამბორის ყოფითა მისცემ მოძღვარსაო. სხვა მახარებელს ესე უწევი. ანუ პირდაპირ ეუბნება, პირდაპირ ამხელს რომ მე ვიცი იუდა. ჯერ ხომ არამდეც მოგიყევით ახლა სანამ აქამდე მივიდოდით რომ აი ყოველ მომენტში სულ აგრძნობინებს რომ მე ვიცი შენ რასაც აპირებ, მე ვიცი შენ რაც გაქვს ჩაფიქრებული. მაგრამ არ მინდა ეს რომ გააკეთო. იქნებ გონს მოეგო, იქნებ გამოფხიზლდე, იქნებ მიხვდე. იქნება ნამუსი გაგიღვიძოს იმან რომ მე გეუბნევი და მიუხედავად იმისა რომ გაგრძნობინებ რომ ვიცი შენ რაც გაქვს ჩაფიქრებული მაინც ამხელა სიყვარულს გაჩვენებ შენ მაინც ამხელა სითბოს გაღვრი მე შენ მაგრამ არაფერი არ იცვლება იუდაში ამიტომ გეუბნევით ძალიან ბევრჯერ გითხარით უკვე და კიდევ გაგიმეორებ ბევრჯერ ამიტომ მოერიდეთ და გაეკეცით შურს ხალხო შური აბრმავებს ადამიანს ბოლომდე. საღი აზროვნების უნარს უქვეითებს. მტერსა და მოყვარეს არევინებს ერთმანეთში. საშინელება, უსაშინლესი თვისება ადამიანისა. პირდაპირ უთხრა, იმ დროსაც მიუხედავად იმისა, რომ იცის იესომ უკვე, რომ მას ის სასმისი არ აცდება, იმიტომ რომ იუდა არ იქნებოდა ვიღაცა სხვას მოძებნიდნენ ის მღვდელმთავრები და ადრე იქნებოდა თუ გვიან აუცილებლად მოაკვდინებდნენ მას. ეს მან იცის კარგად. ეს მან თავიდანვე იცოდა, როდესაც ყოვლადწმინდა სამებამ განიზრახა კაცობრიობის გამოხსნა. მაგრამ ამისთვის მზად არის უფალი.
ილოცა, გაძლიერდა და მოემზადა ამისთვის, მაგრამ ნახეთ, უფალს ნაკლებად სკივა ის ხორციელი ტკივილები, რაც მას ელის. უფალს ეს ერთი იუდა გაცილებით უფრო მეტად ტკივა. ადამიანი, რომელიც მის გვერდზე იყო 3 წლის განმავლობაში, მისი სახელით ქადაგებდა, სასაულებს ახდენდა. მომსწრე იყო ყველა იმ სასაულისა, ყველა იმ კურნებისა, ყველა იმ ქადაგებისა, ყველა იმ თბილი სიტყვისა, იმ სიყვარულისა, იმ განუზომელი სიყვარულისა, რომელიც უფლის ბაგებიდან იღვრებოდა და ეს რომ ესეთ რამეს აკეთებს, აი ეს ტკივა იესოს ყველაზე მეტად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ის მოსალოდნელი ფიზიკური ტკივილები, რომელიც მას ელის და რომელიც მან კარგად იცის. ეს უფრო მეტად ტკივა და აქაც იუდაზე ზრუნავს. კი იცის, რომ ის ჯვარცმა არ აცდება თვითონ. მიუხედავად იმისა, იუდა ინანებს თუ არ ინანებს. მაგრამ ისევ იუდაზე ზრუნავს, რომ იქნებ გონს მოეგოს, იქნებ ინანოს, იქნებ მიხვდეს და დააფასოს უფლის ეს სიყვარული. თუნდაც ბოლო მომენტში, თუნდაც მას შემდეგ, რაცა ეს ამხელა საშინელი ცოდვა ჩაედინა. მაგრამ იუდა არ იძრება. მაშინ მოუხდეს და დაასხნეს ხელნი მათ იესოს ზედა და შეიპყრეს იგი. კიდე პატარა გადახოვა უნდა გავაკეთო. ანუ ამ შემთხვევაში აუცილებლად გვჭირდება ჩვენ ახლა თქვენ იცით რომ აქამდე მარტო ნათეს მოუყვებოდით, მაგრამ აი აუცილებლად გავაკეთებ რაღაც წიაღსვლებს იოანესთან. იოანე უფრო დეტალურად გვიყვება ჩვენ ამ ისტორიას და გვეუბნება საოცარ მომენტს. როდესაც მივიდნენ, ეკითხებიან. უпроსორად უფალი ეკითხება მათ, ვის ეძებთო? იესოს ვეძებთო ნაზარეველს, ისინი პასუხობენ. მე ვარ უფალი პასუხობს. არ უმალავს. და შეშინებულები დაიწევიან უკან და დაავარდებიან და თაყვანისებიან. მეორედ შეეკითხებიან. მე ვარ უფალი ისევ პასუხობს. იგივე მეორდება. მესამედ შეეკითხებიან კიდევ და ხო გითხარით უკვე რომ მე ვარ და თუ ჩემს შესაბრობად ხართო მოსულია უფალი ეუბნება. ესენი გაუშვითო, ამათ თავი დაანებოთ ეუბნება თავის მოციქულებზე. და მე წინასწარმეტყველების სიტყვაც მოყავს რა რომ რადგანო ესეო ნაწინასწარმეტყველებიო რომ მეო უნდა დავიცოო ყველანი რომელიც მამამ ჩამაბარაო. ანუ ის მოციქულები. ანუ მათ არაფერი არ უნდა შეხებოდათ იმ მომენტში. ხოლოდ უფალს უნდა განეცადა ეს ნება და ესეც მოხდა. რა უცნაურია რა, ეხლა თქვენ ერთი წუთი წარმოიდგინეთ ეხლა ეს სიტუაცია ესე ცოცხლად რა რომ გავაცოცხლოთ, რომ ეს ხალხი შეიარაღებულები, მისულები, კონკრეტული მიზნით, რომ დაიპყრან, შეიპყრონ იესო, უცებ განიარაღდებიან. ეს იცით რატომ მოხდა, იმიტომ რომ უფალმა მან თავიანთი ძალა აგრძნობინა. უფალმა მან დაანახა, რომ მე რომ არ უშვებდე ეხლა ამას, თქვენ ხელის განძრევაც არ შეგიძლიათ. აი თქვენ ხო კონკრეტული გეგმით მოხვედით, რომ შევიპყრათ და მომაკვდინოთ. აგერ გეუბნებით რომ მე ვარ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ინძრევით. მანამ სანამ მე არ მოგცემ თქვენ ამის უფლებას. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ პარტავანი ადამიანის გულს არაფერი არ ეკარება, მათ ვერაფერი ვერ გაიგეს. ეს უბრალოდ ჩვენთვის დაიწერა, რომ ჩვენ ვიცოდეთ ეს ყველაფერი. და თუნდაც იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც ალბათ მე ვარაუდობ, რომ მათში აუცილებლად იქნებოდა რაღაც ნაწილი, რომლებმაც თუნდაც ჯვარცმის მერე შეინანეს ის აქციელი, რაც გააკეთეს. თუნდაც ის რომ გაყვნენ იმ უდელთავრებს და მივიდნენ იესოს შესაბრობად, ანუ მათ ხომ გაახსენდებოდათ მერე ეს ყველაფერი, ხომ გაანალიზებდნენ მერე ამ სიტუაციას და აუცილებლად თუნდაც ერთი ადამიანი რო აღმოჩენილიყო მათ შორის ისეთი, რომელიც შეინანებდა, ეს ღვთისთვის უკვე დიდი გამარჯვება იქნებოდა და დიდი სიხარული და მონაპოვარი. მაშინ მოუხდეს და დაასხნეს ხელნი მათ იესოს ზედა და შეიპყრეს იგი. ანუ მივარდნენ რა. როდესაც უფალმა მისცა მათ საშუალება, როდესაც მიუშვა, მაშინ შეიპყრეს იგი. და აჰა, ერთმან იესოს თანამან მიჰყო ხელი და იხადა მახვილი და სა, მონასა უდელთ მოძღვრისასა და წარკვეთა ყური მისი.
მათე გვეუბნება რომ ერთმა მოციქულმაო, ერთმა იესოსთან ამანო. იოანე მოციქული ვიკონკრეტებს და გვეუბნება რომ ეს იყო პეტრე მოციქული. რომ პეტრემ ამოიღო მახვილი და მოკვეთა ყური. უდელთ მოძღვრის ერთ-ერთ მონას. როგორც ჩანს ის მონა აქტიურობდა. იოანე მოციქული მის სახელსაც გვეუბნება რომ მალქოზი ერქვა სახელად იმასო. მოკვეთა ყური. პეტრეს მიაქცია ყურადღება ხალხო. როგორ გულზეა? ამდენ შეიარაღებულ ადამიანს ხედავს. პეტრე სულ ცოტა ხნის წინ იყო ზუსტად. გვეუბნებოდა უფალს რომ მე შენთანო სიკვდილზეც კი მზათა ვარო, სიკვდილიც კი რომ მომიწიოსო შენთან ერთადო, მე მაგაზეც კი მზათა ვარო და თითქოს ერთი შეხედვით მართლა მზად არის პეტრე. ნახეთ? დამხელა გული აქვს. შეიარაღებულ ხალხთან ველთმოძღვრის მონას მოაჭრა ყური. თითი კი არ გაუკაცრა, ყური მოაჭრა. რაზე წავიდა, თქვენ წარმოგიდგენიათ? ამხელა პროვოკაციაზე წავიდა. ანუ ის მზად იყო, რომ იმ წუთში შეიძლება მათ მართლა რაღაცა ძალიან ცუდად მოეკვდინებინათ პეტრე. როგორ გაბედა, რომ ველთმოძღვრის მონას მოაჭრა ყური. ანუ იმ მომენტში პეტრე მართლა ძლიერია. მაგრამ ეს არ არის პეტრეს სიძლიერე. პეტრე უფალთან ერთად არის. და იმიტომ არის ძლიერი. გახსოვთ ალბათ ის მომენტის და ჩვენ მოგე გავიხსენებია და გაგვიმახვილებია ყურადღება, როდესაც ზღვაზე მიდის პეტრე. სანამ უფალს უყურებდა თვალებში და უფლის მეც ვერავის ვერ ხედავდა, მისი რწმენა იყო მთლიანი, სავსე. და დაირღვა მისთვის ფიზიკის კანონები და წყალზე გაიარა. ისე რომ არ ჩაიძირა. მაგრამ მერე წერს მახარებელი რომ მერე დაინახაო რომ ღელავდაო ზღვაო ქარი იყო. ანუ რატო დაინახა? იმიტომ რომ უფალს მოაშორა მზერა. თორე მანამდე მას არ საინტერესებდა სად მიდიოდა. მან ერთადერთი რამ იცოდა რომ ღვთისკენ მიდიოდა. თავის საყვარელი მოძღვრისკენ მიდიოდა და მისი რწმენა იყო გაუბზარავი. წყალი არ ეპარებოდა და ამიტომ არ სიძირებოდა. როგორც კი დაინახა რომ ქარია, როგორც კი დაინახა რომ ღელავს ზღვა, მაშინვე შეირყა მისი რწმენა, გაიბზარა, იმ ბზარში შევიდა წყალი და დაიწყო ჩაძირვა. ახლაც იგივე ხდება. პეტრე მობილიზებულია, პეტრე უფალთან ერთად არის და პეტრე მზად არის, რომ თავი დადოს მისთვის. საოცარ გაბედულ ნაბიჯს დგამს. მაგრამ მოდი ვნახოთ უფალი ასე ეუბნება. მაშინ რქვა მას იესო. მიაქციე მახვილი ადგილსავე თვისა. რამე თუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, mahვილითა წარწყდნენ. ნახეთ? მე არ მოსულ ვარ იმისთვის რომ ეხლა ამ ხალხს ჩხუბი გაუმართო და ხოცვა ჟლეტვა. ეს რომ დავიმოდოთ სხვანაირად მოვიქცეოდი ეუბნება უფალი. ჩააგე შენი მახვილი ქარქაში. ვინც მახვილს მოკიდებს ხელს და მახვილით ეცდება რომ პრობლემა მოაგვაროს, თვითონაც მახვილით განეგვირებაო უფალი ეუბნება. ჩვენ ვიცით რომ რასაც თესავ იმას იმკი აუცილებლად. შემდეგ ამატებს უფალი. ანუ გონებ ვითარმეთ ვერ ძალმიც ვედრებად მამისა ჩემისა და წარმომიდგინოს მეაც აქა უმრავლესი 12 გუნთა ანგელოსთაი. ნახეთ? და ვითარმე აღესრულნე წერილნი რამე თუ ესრე ჯერ არს ყოფად. შენ როგორ ფიქრობო პეტრეს ეუბნება? რატო ეუბნება პეტრეს? იმიტომ რომ პეტრემ რამოდენიმეჯერ აღიარა უფალი როგორც ღმერთი, როგორც ძე ღვთისა ცხოველისა. და ახსენებს ეხლა პეტრე შენ ის არა ხარ რომ მე ღმერთად მაღიარე, ღვთის ძედ მაღიარე და ნუ თუ შენ ფიქრობ პეტრე რომ მე არ მაქვს იმის ძალა და არ მაქვს იმდენი კადნიერება მამის წინაშე რომ მამას ვთხოვო და გამომიგზავნო საკ 12 გუნდი ანგელოსთა და მათზე კიდე უფრო უმრავლესნი და ვინ დაუდგება მათ წინ მათ შეუძლიათ რომ უცებ გააქრონ ეს ხალხი აქედან. მაგრამ მე ეს არ მინდა. მე ჩემ თავს არ ვიცავ. მე ბოლომდე გავიმეტე ჩემი თავი თქვენთვის, მე ბოლომდე უმწეო გავხდი თქვენს გამოსახსნელად. იმისათვის რომ მეშმაკს არ მიუცეს საბაბი რამის თქმისა რომ მან თავი დაიცვა და გამოიყენა თავისი ღვთაებრიობა.
მე არ ვიყენებ ჩემს ღვთაებრიობას აბსოლუტურად. მე სრულიად უმწეობთ გავარ თქვენ წინაშე და გაძლევთ უფლებას რაც გინდათ ის გამიკეთოთ. იმისათვის რომ სრულად შევძლო გამოვიხსნა ადამიანური ბუნება დაცემისაგან. და შემდეგ ამატებს რომ ვით არ მე აღესრულნენ წერილნი რამე თუ ესე ჯერ არის ყოფათო. ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველებია, ეს ყველაფერი წინასწარ დანახულია და განჭრეტილია და ეხლა ჩვენ თუ აქ ხოცვაჯლეტვა გავმართეთ და მე თუ ამ ყველაფერს მორჩილებით არ დავნებდი, ანუ ის რაც მე განვიზრახე, ის თუ არ აღვასრულე, მაშინ წერილი როგორ გააღესრულება? იოანე მოციქულთან წერია, ეუბნება პეტრეს რომ სასმელი რომელიც მომცა მე მამამანო არ შევსვაო? ნახეთ მორჩილება როგორია ხალხო. მე ჩვენს ვაი მორჩილებასაც გადავხედოთ ხო, როგორი მორჩილება ვიცით სულიერი მოძღვრის. რასაც გვეტყვის ვიჯერებთ, ვაკეთებთ, ვასრულებთ იმას თუ არ ვასრულებთ. და უფალი ნახეთ რაზე თანხდება და რაზეა მზად. სასმისი რომელიც მე მამამ გამიმზადა და შეუმთავაზა, როგორ უარი ვთქვა და არ დავლიო? მას ჟამსა რქვა იესო ერთსა მას. შემდეგ ერთს მიმართა იმ ადამიანებს, ვინც მათთან იყვნენ გამოსული. ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხოდი. מחვილითა და წათებითა შემყრობა ჩემდა. როგორც ავაზაკის შესაყრობათო ისე მოხოდითო ჩემთან რა. როდისა დამიშავებიაო, როდისა გამიძარცვია, როდისა გამიქურდია, ესე რომ მოხოდი ჩემთან შესაყრობა. როდის აგი დანაშაულები ვართ, მე რაიმე დანაშაულში. შეიარაღებულები რომ მოხოდი და წინააღმდეგობას გაგიქცეულდით სამე თუ რა. დღითი დღე თქვენთანაც ტაძარს სამაშინა ჟედ და გასავენ. და არა შემიფყართ მე. ნახეთ როგორ ამხელს უფალი, აი როგორ ეუბნება, აი კიდევ ერთხელ გიმახვილებ ყურადღებას, რომ თავის ღვთაებრიობას უცხადებს მათ. ეუბნება რომ არ იყოს ეს ჩემგან დაშვებული, თქვენ ამას ვერ შეძლებდით, ვერ მოახერხებდით. ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი. შესაკრებლებში ვიჯექი, გასავლიდით, არც ერთ თქვენგანს არ გაგჩენია თავში აზრი, რომ მოსულიყავი და შეგეფყარით მე. შეიძლება თავში აზრი კი გაგჩენიათ ზოგიერთ თქვა დელთავარს, მაგრამ არ გაგიკეთებიათ ეს და ვერ გაგიკეთებიათ ეს, ხო? რატო? იმიტომ რომ წერილი უნდა აღსრულებულიყო, იმიტომ რომ ის რა დრო და ვადაც მქონდა მე განსაზღვრული, რაც მჭირდებოდა იმისათვის ის 3 წელიწადი, რომ მე ჩემი სიტყვა სრულად გადამეცა ამ ადამიანებისათვის. ყველა ის სასწაული აღმესრულებინა, ყველა ის სწავლება მესწავლებინა, რაც საჭირო იყო, მანამდე თქვენ არ ქონდათ მაგის უფლება. გახსოვთ ერთხელ რო წაიყვანეს მთის წვერზე, იქიდან რომ უნდა გადმოეგდოთ. და რა წერია? გაიარაო იესო მათ შორის და წამოვიდაო. იქაც თავისი ღვთაებრიობა აჩვენა. ვინც დამნახავი იყო იმათ რასაკვირველია. ანუ მათ განზრახული ქონდათ რომ მოეკლათ. ისინი იყვნენ ბევრი, უფალი იყო ერთი, მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლეს. უფალმა გამოიარა მათ შორის და ხელი ვერავინ ვერ დააკარა. ეხაც იგივე შეეუბნება. ყოველ დღე ამ 3 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიყავით. გასავიდით. მაგრამ არც თქვენგანს არ გასჩენია იმისი ამბიცია და სურვილი რომ მოსულიყო და შევეპყარი მე. და ამით იმას ეუბნება რომ მოვიდა ის დღე, როდესაც თქვენ ეძლევათ უკვე ამისი უფლება. ჩემგან და ჩემი მამისაგან. ხოლო ესე ყოველი იქმნა ამატებს უფალი. რაით აღესრულნენ წიგნი წინასწარმეტყველთან. ის ყველაფერი რაც ეწერაო, უნდა აღსრულებულიყო. მე თქვენ ამასთან დაკავშირებით გითხარით და კიდევ ერთხელ გეტყვით. ანუ იმიტომ კი არ ხდება ეს, რა კი წინასწარმეტყველებმა დაწერეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი თქვენი პირადი ბედისწერის საკითხში ვინც იჭედებით, იმისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა ეს გავიმეორო, გითხარით და კიდევ ერთხელ გეტყვით. იმიტომ კი არ მოხდა იესოსთან მიმართებაში ყველაფერი, რა კი ეს წინასწარმეტყველებმა დაწერეს. პირიქით ხალხო, წინასწარმეტყველებმა წინასწარ გაანჭვრიტეს ის, რაც უნდა მოუხდარიყო. ხვდებით, აი ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ აი მინდა რომ კარგად გაიაცოთ რა. წინასწარმეტყველებმა გაანჭვრიტეს ის, რაც მოხდებოდა.
მათ კი არ დაგეგმეს და სცენარი კი არ დაწერეს, რომ ეს ყველაფერი ესე უნდა მოხდეს. არა, განჭვრიტეს ის, რაც მოხდებოდა, იმიტომ რომ გითხარით მე თქვენ, რომ ღვთის წინაშე დრო არ არსებობს. და ღვთის წინაშე განჭვრიტილია მთელი მომავალი. აი ის, რასაც ჩვენ მომავალს უწოდებთ, ღვთისთვის არ არსებობს და ღვთისაგან ეს ყველაფერი დანახული და განჭვრიტილია თავიდან ბოლომდე. და რაც დაინახესო, ის უნდა მოხდარიყო კიდევაც, რა თქმა უნდა, უფალიანოს, იმიტომ რომ ის ღვთისაგან დანახული და განჭვრეტილი იყო და რაც საკვირველია ის ისე აღსრულდება, როგორც ღმერთმა დაინახა და განჭვრიტა. და მერე მწარე რაღაცა წერია ძალიან. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და იუტოვეს. გახსოვთ? წინაზე წავიკითხეთ სწორედ რომ უფალმა უწინასწარმეტყველა მათ რომ წერიაო ესეც უწინასწარმეტყველთან რომ დავსეო წყემსიო და განიბრინენო ცხოვარნი მისნიო. მაშინ იყო სწორედ პეტრემ რომ თავი გამოვიდო რომ ყველამ რომ მიგატოვოს მე არ მიგატოვებო ვარიანტი არ არსებობსო. აი აღესრულა ეს სიტყვა უკვე. ანუ როგორც კი მოწაფეებმა დაინახეს, უყურეთ ეხლა მოწაფეებს შეიძლება სადღაც შინაგანად გულის სიღრმეში რაღაცა იმედი ქონდათ იმისა, რომ უფალი არ დაუშვებდა იმას, რომ შეეპყროთ მათ. მათ იცოდნენ უფლის შესაძლებლობები. მათ კარგად ახსოვდა თუნდაც ის დღე, როდესაც უფალმა გაიარა იმ ხალხში და წამოვიდა და არ მისცა მათ საშუალება იმისა, რომ შეეპყროთ. მათ კარგად ახსოვთ ღმერთის ღვთაებრივი შესაძლებლობები და ჯერ კიდევ როგორც ჩანს გულის სიღრმეში ვერ იჯერებენ იმასაც, რომ ჯვარცმა უნდა მოხდეს. და ვერ იჯერებენ, რაც ყველაზე მთავარია და ეს მართლაც დაუჯერებელია და მოდი ნუ განვიკითხავთ მოწაფეებს. დაუჯერებელია და მათ უჭირთ იმის გააზრება, რომ ღმერთმა დაუშვა ის, რომ უსჯულო ადამიანებმა მათ საშველად, მათ სახსნელად მოსული ღმერთი მოკლან. ამის დაჯერება მათ ვერ წარმოუდგენია. მაგრამ უყურეთ, უკვე დარწმუნდნენ, უკვე დადგენ პირისპირ იმ სიმართლესთან, რომ უფალმა მიუშვა ეს უსჯულო ადამიანები, რომ აჰა, აი ჩემი სხეული და რაც გინდათ ის გააკეთეთ. და როგორც კი ეს იგრძნეს მოციქულებმა, მაშინვე მიხვდნენ რა უმწევები დარჩენ, იმიტომ რომ თვითონ ამისთვის მზად ჯერ არ იყვნენ. ისთვისაც უფალი იყო მზად. ახსოვთ უფალი ეუბნება იოანე და იაკობ მოციქულებს, რა როდესაც მიდიან რა და რომ ეუბნებიან, რომ ერთი მარჯვენი დამისვიო და მეორე მარცხენითო სასუფეველშიო და უფალი ეკითხება მაშინ რა რომ ძალგიცთო რომ სასმელი რომელიც მე უნდა შევსვაო შესვათო და ნათლის ღება რომელთაც მე ნათელიღო და ისინი ეუბნებიან კიო ძალგიცო და უფალი ეუბნება მათ რომ კიო შეძლებთო თქვენო ამასო. ანუ ღმერთს დანახული აქვს წინასა რა თქმა უნდა რომ ისინი ამას შეძლებენ. ოღონდ დღეს არა. მერე როცა სულიერად გაძლიერდებიან და თქვენ კარგად იცით მოციქულების აღსასრული როგორი იყო. მაგრამ ეხლა სუსტები არიან, ეხლა მათ ეს არ შეუძლია. ეხლა არ არის მათში იმდენი სულიერი ძალა რომ გააკეთონ ის რაც გააკეთა უფალმა. რისთვისაც იესოა მზად, აი იმ სრული თავგანწირვისთვის ისინი არ არიან მზად. და ამიტომაც აღსრულდა რა საკვირველია წინასწარმეტყველება, ის რაც განიჭვრიტა წინასწარმეტყველის მიერ და დაუტევეს მოციქულებმა უფალი. გაიფანტნენ, გაიქცნენ, უღალატეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წუთით უფლის მდგომარეობა ხალხო, ერთი წუთით წარმოიდგინეთ. 12 ადამიანი, ვინც ყველაზე ერთგულები ყავდა. აი ესე ადამიანურად რო შევხედოთ რა. ერთმა გაყიდა თხასავით 30 ვერცხლად. დანარჩენებმა მიატოვეს, გაიქცნენ, შეშინებულები კურდღლებივით. დაიფანტნენ, შეეშინდათ, სიკვდილის შეეშინდათ. მაგრამ მე ბევრჯერ გითხარი და ეხლაც გეტყვით რომ ნუ განიკითხავთ. გულში აზრადაც არ გაივლთ იმათი გაკითხვა. ჩვენ უარესი დაგვემართებოდა. დამიჯერეთ. ზუსტად ვიცი. და ეხა უფალი რა გულგაწყვეტილია წარმოიდგინოთ. მარტო დარჩა ამ ყველაფრის წინაშე. მოდი ვნახოთ ვინ უერთგულებს მას. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს კაიაფა ის სამღვდელთ მოძღვრისა.
სადაიგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულიყვნენ. მე თქვენ გითხარით, რომ აი ამ შეთქმულების მეთაური იყო კაიაფა. მღვდელმთავარი, რომელიც იყო რა თქმა უნდა ანგარებიანი მღვდელმთავარი, რომელსაც არ აინტერესებდა ადამიანების სულიერი გაზრდა და მათი ჩამოყალიბება, მათი სულიერი საზრდოს მიწოდება, არამედ მას ერთადერთი რაც ადამიანებისაგან აინტერესებდა, ეს იყო დიდება, პატივი და შემოსავალი. და როდესაც დაინახა, რომ იესო მის აი ამ სულს აშიშულებდა და ამხელდა ყველა ადამიანის წინაშე, რასაც თვითონ ოსტატურად ახერხებდა, რომ დაემალა ხალხში და პატივი და დიდება ქონდა მიღებული მას ხალხისაგან, აი ამის გამო შეიძულა მან იესო. აუდიტორია დაკარგა, ხალხი დაკარგა, შემომწირველები დაკარგა, ტაშის დამპყრელები დაკარგა, მადიდებლები. და ეხლა მისი ამპარტავანი ბუნება ამას შეელეოდა, ვერ შეძლებდა ვერანაირად. და ამიტომაც ჩაუდგა სათავეში აი ამ შეთქმულებას, რომ დაესაჯათ იესო. მიიყვანეს მასთან, მის ეზოში იესო. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზომდე მდელთ მოძღვრისა და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა. ხა პეტრე თითქოს ძალიან არ გარბის. ანუ დანარჩენებზე თუ წერია მოციქულებზე, რომ გაიფანტნენო ის მოციქულებიო, პეტრე ცდილობს, რომ ჯერ რაღაცა იფაფხუროს რა, ანუ შორით მისდევდაო. შორით. მისდევს და შედის ეზოში და მსახურებთან ერთად დაჯდა ხილვად აღსასრულისაო. სეირის საყურებლად დაჯდა ხალხო. ცოტა ცუდად ვამბობ ამას, მაგრამ გინდა ისე თქვი და გინდა ასე თქვი, ესეა. ეხლა აქ არ ამბობს მათე მოციქული, მაგრამ რა თქმა უნდა მასთან ერთად იყო იოანე მოციქული, რომელიც ბოლომდე უერთგულებს უფალს. ერთადერთი მოციქულთაგან. ხოლო მდელთ მოძღვარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებულნი ეძიებდეს სრულ მოწამეთა იესოისთვის, რაითამცა მოკლეს იგი და არ აჰპოვებდეს და მრავალი მოსულიყვნენ სრულ მოწამენი და არ აჰპოვნეს, ხოლო უკანასკნელ მოვინმევიდეს ორნი. ნახეთ რა მნიშვნელოვანი მომენტია. ეხლა კი განიზრახეს, ეხლა დააჟია იესოსი და მისი მოკვდინება, მაგრამ ეხლა ესე უდანაშაულოთ, ეგრე არ გამოვა, ხო? ანუ სრულ მოწმეებს ეძებენ ეს ნაძირალები, წარმოიდგინეთ ხალხო. სრულ მოწმეებს, იმიტომ რომ ნამდვილი მოწმეები არ არსებობენ, ხო? უფალს სუდი არაფერი არ გაუკეთებია. რის გამოც შეიძლება რომ ესეთ საშინელ საჯელს იმსახურებდეს, რასაც ჯვარცმა და ჯვარცმით სიკვდილი ქვია. და ამიტომ ეძებენ სრულ მოწმეებს, ადამიანებს, სულ დაბალ ადამიანებს, რომლებიც დათანხმდებიან იმაზე, რომ ცილი დასწამონ უფალს. და ვერ იპოვესო ესეთი ადამიანებია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სრულმოწმე იყო მოსულიო, ანუ მრავალი ესეთი სულდაბალი ადამიანი იყო მოსული, რომელსაც ადრე ქონდა ჩადენილი მსგავსი სულდაბლობა, ანუ აი სრულმოწმეობაში გაწაფულები, უნდამოსოები, ცილის მწამებლები, მრავალი იყო ესეთი მოსულიო, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ იკადრა, ვერ აიღო თავის თავზე. ნუ ყალბად დაემოწმებინა და ცილი დაეწამებინა იესოისთვის. ბოლოს ორი მოვიდაო. და რას ამბობენ ეს ორი, აი ნახეთ. უკანასკნელ მოვინმევიდეს ორნი და თქვეს, ვითარმეთ. ამან ესრეთ თქვა, ძალმიც დარღვევა ტაძარი ესე ღვთისა და მესამესა დღესა აღშენებად. ნახეთ? ეხლა ეს სრულმოწმეობაც აღარ იყო უკვე, იმიტომ რომ ეს უფალს მართლა ნათქვამი ჰქონდა. გახსოვთ უფალმა რო თქვა, როდესაც მოციქულები მიდიან მასთან და ეუბნებიან, რომ უჩვენებენ იერუსალიმის ტაძარს რა, ესე სიამაყით რა, ნახეო რა, როგორი ქვებია და როგორი ნაშენებიაო რა და უფალი კიდე ეუბნება მათ, რომ ხო ხედავთო აი ამ შენებულსო, მაგრამ დაარღვიეთო ეს ტაძარიო და მე მესამე დღეს აღვადგენო მას. ხო და უფალი რასაკვირველია, თავის სხეულს გულისხმობდა. იმიტომ რომ ტაძარი ღვთისა სწორედ ის ჭურჭელი, სწორედ ის სხეული იყო, რომელშიც უფალი მკვიდრობდა.
და ბევრად უფრო მეტად ვიდრე ის იერუსალიმის ხელით ქმნილი თუნდაც ძალიან ლამაზი ტაძარი. ის თავის თავზე ამბობდა, თავის თავს გულისხმობდა. მაგრამ ამ ადამიანებმა ეს ხო არ იცოდნენ და გაიგეს აი ესე პირდაპირ ბუკვალურად რომ თითქოს უფალმა თავი გამოვიდო იმაზე, რომ უფალს რა თქმა უნდა როგორც ღმერთს ესეც შეეძლო, რომ პირდაპირ გაგებითაც ის ტაძარი აღედგინა, მაგრამ ნუ ეხლა ამაზე არც იყო საერთოდ საუბარი. და ეუბნება მათ რომ დაარღვიეთო ტაძარიო ესეო, ჩემიო, ჩემი სული, ჩემი სხეული და მესამესა დღეს მას მე აღვადგენ. და ეხლა ამათმა ის პირდაპირ რაც ყურით მოისმინეს, მივიდნენ და თქვენს რომ აი ჩვენი ყურით მოისმინეთ, რომ ამ ადამიანმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ აი დაანგრიეთ ეს ტაძარი იერუსალიმის და შემიძლია რომ მესამე დღეს ავაშენო. ეხლა მოდი ესე ვთქვათ. კაი, თქვა. კაცო, იქნება უბრალოდ ტრაბახა, იქნება უბრალოდ ბაქი ადამიანია. იქნება უბრალოდ ნასვამი იყო, ან ვიღაცასთან უნდოდა რომ რაღაცა ეტრაბახა, ისე რო ვთქვათ რა. ამის გულისათვის სასიკვდილოდ უნდა გაიმეტო. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჯვარზე გააკრა ადამიანი, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრების განმავლობაში. აი, თქვათ მართლა თქვა ეგეთი რაღაცა და შენ ვერ მიხვდი მაგალითად, რომ იმან თავისი თავი იგულისხმა, ხო? ნუ თუ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტო მართალი ადამიანი და მე თქვენ გითხარით ხალხო, ერთი წუთი დაფიქრდით და წარმოიდგინეთ თქვენ იესო. აი მე რამდენჯერ მიფიქრია, რამდენჯერ მინატრია, რომ აი შემახედა მასზე, მის თვალებში შემახედა. და იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს ბედნიერება ჰქონდათ. მის თანამედროვეებს, მას უყურებდნენ. მას ეხებოდნენ, მისი ხმა ესმოდათ. მისი მზერით თბებოდნენ. მისი ხელი ეხებოდა მათ. არ ვიცი. როგორ შეიძლება დაბრმავდეს ადამიანი, რომ განხორციელებული სიყვარული გააკრა ჯვარზე და გაიმეტო სასიკვდილო. მე არ ვიცი. მაგრამ აი მას ყველაფერს აკეთებს სოდვა ხალხო. აი მას ყველაფერს აკეთებს ეგოიზმი, ამპარტაონება, შური. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა, იცოდეთ. უბრალოდ სხვადასხვა სახელი ქვია. უგულობა, უსიყვარულობა. ხო და ნუ მოკლედ ეხლა რაღაცა ხო მოისმინეს ეხლა რა, ხელჩასაჭირი ეხლა ვითომ იპოვეს რა. რომ რა კი ეს უთქვამს, უფალს. მაშინ აღდგა მდელთ მოძღვარი იგი, აი სწორედ ეს კაიაფა და თქვა მას. არას მიუგება, რასაც ეს შეგწამებენ შენო. არ გაიმართლებო თავსო? თუ კი ესენი ცილს წამებენო, მოდი მაშინ იმართლეო თავიო. დანაშაული უპოვეს რა. ხოლო იესო დუმნა. ნახეთ? იესო ხმას არიდებს. ჩვენც ვისწავლოთ ხალხო. სიმდაბლე ვისწავლოთ. მორჩილება ვისწავლოთ და ვისწავლოთ ის, რომ სადაც შედეგი არ შეიძლება გქონდეს სასიკეთო ჩვენ სიტყვას, იქ უნდა გავჩუმდეთ. დუმილი იმიტომაც არის ოქრო. და სიტყვა იმიტომაც არის ვერცხლი. იესო ხმას არსებს, არ პასუხობს მდელთ მოძღვარს. მაშინ მდელთ მოძღვარმა მან თქვა მას. ეხლა ხერხს მიმართავს, ეშმაკობას მიმართავ მდელთ მოძღვარმა. იცის როგორ უნდა აალაპარაკოს იესო. ნახეთ? გაფუცებ შენ ღვთისა ცხოველისა, რაითა მითხრა ჩვენ, უკვე თუ შენ ხარ ქრისტე ძეღმრთისაი. ნახეთ? გულის ნადები გამოამჟღავნა უკვე რა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ვერავინ ვერ იპოვეს, ანუ ეს უნდა მას, რომ ეს ათქმევინოს. ეს უნდა რომ ვიღაცა გამოჩენილიყო იმ ადამიანთაგან, ვინც იტყოდა, რომ ეს ადამიანი თვით მარქვია, თავის თავს ღმერთს ეძახის. და ეს ხომ იცის კარგად კაიაფამ. და ამიტომ პირდაპირ, როდესაც დაინახავს, რომ სხვანაირად ვერაფერს ვერ გააწყობს, პირდაპირ უსვამს შეკითხვას, თანაც აფიცებს.
ღმერთს გაფიცებო შენო მითხარიო შენახარო ქრისტეო ძეღვთისა ცხოველისაო ნახეთ თქვა მას იესო რა თქმა უნდა ამეთყოლდა იმიტომ რომ ღმერთი დააფიცა თქვა მას იესო შენს თქვ აი ეს შენს თქვ არის აი რაღაც ამაზე ვარ გაოცებული და აფრთოვანებული რა მე წინაზეც გესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით როდესაც იუდე ეკითხებოდა რომ ნუ თუ მე ვარ მოძღვარო ის ადამიანიო ვით შენ გაქცევსო და იქაც იგივე უთხრა შენს თქვ ანუ მე თქვენ გითხარით მაშინ რატო აკეთებს ამას უფალი რომ მე კი ვიცი რომ შენ ხარ მე აქამდეც ვიცოდი რომ შენ ახარ მაგრამ მე არ გეუბნები ამას რომ შენ არ გქონდეს იმისი თქმის უფლება რომ დამაბრალო მე რომ შენ ეს ყველაფერი განსაზღვრე შენ ესე გინდოდა შენ გამომარჩიე მე შენ გამიმეტე მე როგორც გამცემი და როგორც გამყიდველი და ამიტომ მეუბნება რომ შენ ამბობ ამას ხას უსვავს უფალი შენ ამბობ ამას თვითონ მე უბრალოდ გიმოწმებ თორე შენი პირით ამბობ ამას რომ ეს ესეა ამ შემთხვევაშიც ესეა ნახე ამაზე გაგიჟდა და გაბოროტდა მე ზუსტად კაიაფა ამიტომ იყო რომ დაიხია ის თავის ტანისამოსი მე და შემოიძარცვა რომ უყურე ვერ ათქმევინა რა უფალს რომ ხო დააფიცა ამა და უთხრა რომ შენ ნახარო ნამდვილადო ქრისტეო ძეღვთისა ცხოველისა რა სიტყვები წამოაცდენინა ნახე უფალმა პირიქით აკეთ ამას რა სიტყვები ამოვიდა მისი პირიდან მართალია შეკითხვის სახით ამოვიდა მაგრამ მაინც ამოვიდა შენ ნახარო თქვიო შენ თუ ხარო ნამდვილადო გაფიცებო თქვიო თუ ნამდვილად შენ ახარო ძეღვთისა ცხოველისაო ქრისტეო და ნახე პირდაპირ აი რა ვიცი რა აი საკონტროლო გასვლა გაუკეთა უფალმა რა შენ ამბობ ამასო მე კი არ ვამბობ მე ხო ხედავ რომ ჩუმად ვიყავ შენი პირით ამბობ ამას რომ მე ვარო შენ ამოწმებ ჩემს ღვთაებრიობას და შემდეგ გააგზავნა უფალმა ვერთმა რა თქმა უნდა იცის მე თქვენ გითხარით რომ მას ეს სასმისი არ აცდება ამიტომ არც ირიდებს თავიდან და რაც სათქმელი აქვს და რაც სამხილებელი აქვს ბოლომდე ამბობს უკვე ხოლო გეტყვი თქვენ ანუ იმის შემდეგ როდესაც უთხრა რომ შენს თქვ შენ ამოწმებ ამას ხოლო გეტყვი თქვენ ამიერიდან იხილოთ ძეკაცისა იმ ჯდომარე მარჯვენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანაცისათა აი ეხლა უკვე ნამდვილად დაამოწმა უფალმა ანუ ხედავთ როგორ ოსტატურად ათქმევინა ჯერ თვითონ ველთავარს რომ ის იყო ძეღვთისა ცხოველისა ქრისტე დაამოწმებინა და უთხრა რომ შენ ამბობ ამას და შემდეგ უკვე თვითონაც ამბობს შენ ამბობ მაგას რომ მე ვარ ნამდვილად ძეღვთისა და მამოწმებ ეხლა შენ უნებლიეთ და მე კი გეტყვი ჩემი მხრიდან რომ ამიერიდან მე ვეღარ მიხილავთ აქ არამედ მიხილავთ მხოლოდ მამის ძლიერებით მჯდომარეს და შემდეგ უკვე დიდებით მომავალს ღრუბელთაზე და მთელი სამყაროს განსასჯელად. ანუ პირდაპირ უთხრა უფალმა უკვე თავის სათქმელი იმ ხალხს იმურჯულებს. რომ ნამდვილად ვარ მე. მაშინ უდელთ მოძღვარმან მან დაიპო სამოსელი თვისი და თქვა ანუ ეს სამოსლის დაპობა უკიდურესი განრისხების ნიშანი იყო ებრაელებში რა სამოსელს თუ შემოიხევდა ტანზე რა და თქვა ვითარმეთ გმო აც უკვე რა ისაღა გვიხვან მოწამენი აჰა ესე რა გესმა გმობა იმაგისი ჩვენი ყურით მოვისმინეთ უკვე რომ გმობა ამოუშვაო მანო პირიდანო ანუ თავის თავსო ღმერთი უწოდაო და რაღაცა მოწმეები გჭირდებაო ანუ მოწმეები აღარ გჭირდებაო ხა ხო ყავდა ეხა ალბათ სავარაუდო თანხაც ქონდა იმას მობილიზებული რომ იმ სრულ მოწმეებისათვის გადაეხადა ეხა ისიც გაეხარდა გაიგე რომ ეს თანხაც დაეზოგა რა მოწმეებიც აღარ ჭირდებოდა უკვე ანუ მოვისმინეთ უკვე გმობაო თვითონ მისი პირიდანო და რაღაცი გჭირდებაო უკვე მოწმეებიო რა თავის თავსო აგერ ღმერთი უწოდაო და ეხა მეტი რაღა გვინდაო ეხა ჩვენ რა რა იგნებავს თქვენ? ეხლა ხალხს მიმართავს. გეგონება ხალხის აზრი ძალიან აინტერესებს და ხალხისთვის ზრუნავს.
მახო უნდა შეიქმნას იმიჯი ისე თანხლა მას თავისი ავტორიტეტის დაბრუნება წყურია. მას თავისი აუდიტორიის დაბრუნება წყურია, რომელიც მან დაკარგა, შემოეცალა ხელქვეშ, როდესაც იესო მოღვაწეობდა და ქადაგებდა და მან უნდა რომ ეხლა ეს ყველა დაიბრუნოს. კვლავ და ეუბნება ხალხს მიმართავსო. რა უყოთო მასო? აიო თქვენი ყურით ხო გაიგონეთო რას თქვაო? როგორ მოეცეთო მასო? გეგონება სულ ხალხის აზრი აინტერესებს. და თქვა თუ თქვა ის ხალხი ეტყვის რომ გაუშვი, თვითონაც გამშვებია რა. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იმას დაქოქილი ყავს წინასწარ ის და კარგად იცის, რომ ისინი რასაც იტყვიან ის ხალხი წინასწარ იცის მათი პასუხი. აი ამიტომ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თავის დროზე გამოწყობთ ისე ტელეფონები. რა ვქნა 1000 ჯერ გითხარი და მაინც რაღაც გავიწყდებათ და რა უყურე ხარ. იმას ნიშანს ვერ გამოგიკრავთ. გადაამოწმეთ ხოლმე რა, ყურადღებით იყავით. თორე თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეხა მე თვითონაც მეფანტება გონება, კიდე ბევრ ადამიანს ეფანტება. და ხალხი რას პასუხობს? ხოლო მათ მიუგეს და რქვეს თანამდებარ სიკვდილისა. ჰოი ხალხის უგუნურება და ჰოი მათი სიბრიყვე ხალხო. აი თქვენ წარმოიდგინეთ რა. აზია ლაპარაკი აქ ხედავთ თქვენ ხალხო. ეს იცით ვინ არიან ეს ხალხი? ვისთვისაც იესოს სიკეთის მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ზოგს შვილი აღუდგინა ყუდრეთით. ზოგი შვილი განკურნა უბრალოდ, განღვეული, შეპყრობილი, ეშმაკეული, ხელგამხმარი, ბრმა და ასე შემდეგ. შივრები დააპურა. სიკეთე და სიყვარული ასწავლა ადამიანებს. აი ესეთი ადამიანები ეუბნებიან, რომ სიკვდილის ღირსიაო. რა დვილად გაიმეტეს უფალი სიკვდილისთვის. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენი თავი იქ. ერთი წუთი წარმოიდგინეთ ხალხო, მოდი გავაცოცხლოთ, ჩემი მიზანი ხო სწორედ ეს არის და ამას ბევრჯერ გეუბნებით ხოლმე, რომ აი მე მინდა რომ გაცოცხლდეს თქვენთვის სახარება, იმიტომ ვაწლუმანებ ესე, იმიტომ აი ვცდილობ რომ აი ყოველი ეპიზოდი გავაცოცხლოთ და რაღაცა სტრიქონებს შორის ვიკითხოთ და იმ ადამიანების სახეები დავინახოთ, ვინც იქ დგანან. იმათი განცდები ვიგრძნოთ. ერთი წუთი წარმოიდგინეთ უფალს უყურებენ, განხორციელებულ სიყვარულს, ღმერთს და იმეტებენ სასიკვდილოდ. წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. და ყველამ ერთმანეთ აღიარა, რომ თანამდებია სიკვდილისა. თუმცა სიკვდილის ღირსი ყოფილა იესო. აი, მოდი დაუშვათ ესეთი ვარიანტი, რომ თქვათ არ იყო რეალურად ღმერთი და იყო ვიღაცა თვითმარქვია რა. რომელმაც წარმოიდგინა, რომ ღმერთია. შენ დაალოცვილო. სიკეთის მეტი ხო არაფერი უკეთებია. დანაშაული ხო არაფერი ჩაუდენია. ამდენი სასწაული მოახდინა, ამდენი ყურდება მოახდინა. ჯერ ელემენტარულად თუ თავში ტვინი გაქვს, უნდა მიხვდე. ეს ის ხალხი არ არის, რომლებიც ამბობენ, რომ გავსი სასწაული არც ერთ წინასწარმეტყველს არ მოუხდენიაო. ეს ის ხალხი არ არის, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანისაგან შეუძლებელია ესეთი რამეები რომ ხდებოდესო. მაგრამ კარგი ვთქვათ და ვთქვათ მართლაც შეუულებრივი ადამიანი იყო. რატოა სიკვდილის ღირსი? ბოლო-ბოლო თუნდაც გარიყე, ნუ დაელაპარაკები, გიჟად შერაცხე, საწყალიო თქვი რა, შეგეცოდოსო თავის ღმერთი გონიო. სიკვდილის ღირსი რატოა? აი სწორედ იმიტომ ხალხო. აი სასიკვდილო განაჩენი მათ ადამიანების შურმა, ეგოიზმმა, აპარტავნებამ გამოუტანა. მეტი არაფერმა. თორე არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობდა. არანაირი ხელშესახები მიზეზი იმისა, რომ უფალი ჯვარზე გაეკრა და მოეკვდინებინა. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის მსგავსიც არასოდეს აღარ განმეორდება. მაშინ ნერწყვიდეს პირსა მისა და ხუთითას სემდეს თავსა მისა და რომელიმე ყვრიმალსა სემდეს.
და ეტყოდეს გვიწინასწარმეტყველებთ ჩვენ ქრისტე ვინ არის რომელმა ქცა შენ ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი კარგად წარმოვიდგინოთ რა ძალიან მინდა რა ეს ბრბო ეს საწყალი ზედაცემული ადამიანები ნებართვა მიიღეს თუ არა მდელტმაწვრისაგან იმან როგორც დირიჟორმა ეს ხელი აუქნია რა რომ აბა მიდით დაიწყეთ და აი ამ უაზროებმა ამ საწყალებმა ამათმა შეურაცხყოფა დაუწყეს უფალს რისთვის რის გამო არაფრის გამო სიყვარულის გამო სიკეთის გამო სახეში რო აფურთხებდნენ ღმერთს თქვენ წარმოგიდგენია თქვენ ეს აი იესოს ნახვას ხო თითოეული თქვენთაგანი ნატრულობთ სახეში აფურთხებდნენ იესოს ჯოხებს უტყავდნენ ხუთითას სცემდნენ პირსა მისსაო აღურებს უტყავდნენ და რო დაარტყავდნენ სხვადასხვა მხრიდან აი შემოესიენ აფთრებივით აი ეს გავეშებული და გონება გამოცლილი ბრბო უმადური ადამიანები რა და რო დაარტყავდნენ მე დასცინოდნენ და ეკითხებოდნენ დამცინავად აბა გვიწინასწარმეტყველე ქრისტეო რომელმა დაგარტყითო ხო ხარო მაგარი წინასწარმეტყველი ეს უბედურები ესენი ეს საწყლები ესენი მაგრამ კიდე მინდა გითხრათ ხალხო ჩვენ არ გვეგონოს რომ რაიმეთი უკეთესები ვართ იმათზე რა მე ხო გითხარით რომ მე ღმერთს 1000 მადლობას ვწირავ იმაზე რომ იმ დროს არ ცხოვრობდი როდესაც უფალი იყო ამ ქვეყანაზე იმიტომ რომ ჩემი სულდაბლობა რო დავინახე ჩემი ცოდები რო დავინახე როცა უფალმა ინება და ჩემი რეალური სახე დამანახა მივხვდი რა რომ თურმე ყველაფერზე წამსვლელი ვიყავ და ძალიან დიდი იყო ალბათობა იმისა რომ აი მეც ერთ-ერთი ბრბოს წევრი ყოფილიყავი რა და რა მეშველებოდა მე არ ვიცი მოდი ახლა პეტრე ვნახოთ რა შვება რა და ბარემ პეტრეს ამბავსაც მოვასწრებთ და დავასრულებთ კიდევაც 26-ე თავს ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა პეტრე ამ ყველაფერს შორიდან უყურებს ხალხო ეს ის პეტრეა მე მინდა შეგახსენო თავს რო იდებდა სულ რაღაცა 1-2 საათის წინ რომ მე შენთან ერთად მოვკვდები უფალო ზათავარ და როდესაც უფალი ეუბნება რომ არა პეტრე სწორედ შენ იქნების ვინც ყველაზე მეტ სულდაბლობას გამოიჩენ ყველაზე სულმოკლე შენ აღმოჩნდები და ქალის შეგეშინდება და ქალის წინაშეც კი ვერ აღიარე რომ მიცნო და ჩემი მოწაფე ხარ და ფიცი თუ არ ყოფ ამას და პეტრემ არაო რას ლაპარაკობ უფალო მეო შენთანო რას ლაპარაკობ მეო ეხლა მე მზათავარ შენთვის მოვკვდეო და ალბათ გითხარით მეთქო რომ პეტრე გულში ფიქრობდა ალბათ წინდა და გულში ფიქრობდა რომ ეთყობა კარგად არ მიცნოვსო რა მე ხო მზათავარ რომ მისი გულისაც თავი გავწირო პეტრე დაამდაბლა უფალმა და პეტრეს აჩვენა რომ და პეტრეს სახით თითოეულ ჩვენთაგანს დაგვანახა რომ თუ შენი თავის იმედზე იქნები თუ შენ გეგონება რომ შენ ხარ ძლიერი შენ ხარ ერთგული შენ ხარ მაგარი ყოველთვის დაამდაბლდები შენ უნდა იცოდე რომ შენ თუ რამის ძალა გაქვს თუ რამე სიკეთეა შენში ყველაფერი ჩემია ჩემგანა და ჩემი იმედზე იყავი და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება შენ ცხოვრებაში და ყველაფერს შეძლებ მართლა იმ ერთგულებას ბოლომდე აი ახლა ეს პეტრე შეშინებული მაგრამ ალბათ მაინც ბოლომდე კიდე იხტიბარს არ იტეხავს იმიტომ რომ მაინც გონია რომ აი რაღაცა სხვა მოციქულებზე მაინც ცოტა უკეთესი გონია თავი იმიტომ რომ ხა იმათმა იმდენიც ვერ შეძლეს რომ აი ეზომდე შემოყოლოდნენ რა და ეს ხო შევიდა და სადღაც რაღაცაში გულით კიდე აჭარბებს თავის თავს იმ დანარჩენ მოციქულებს პეტრეს თავარი შეცდომა ეს იყო ხალხო რომ მან გამოირჩია თავი მოციქულებისაგან აი ხელა იყო მაშინ ეს ამპარტავნება კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმიტომაც არის რომ შემდეგ უკვე ამდგარი უფალი ეუბნება ნიშნის მოგებით აბა ეხლაც მითხარი პეტრე გიყვარო არა ამათზე მეტად შეახსენებს იმ ნათქვამს ზუსტად რომ ყველამ რო გიღალატოს მე არ გიღალატებო მე ყველაზე მეტად მიყვარხარ
აბა ეხლა მითხარიო თუ გიყვარვა რომ ამათზე მეტად თუ ეხლა კიდე გამიმეორე ის სიტყვები აბა პეტრე თუ მაგარი ხარ და პეტრე თავჩახრილი ზის და ეუბნება რომ შენ იცი უფალო მანამდე თვითონ იცოდა და დარწმუნებული იყო და უფალს ეკიშმებოდა მაგრამ პეტრე დამდაბლდა და პეტრე მაგიარა რომ მე მხოლოდ ის ვიცი უფალო რაც შენ იცი რომ გიყვარვა მიყვარხარ მაგრამ ეხლა ესე არ არის და ეხლა ჯერ კიდევ როგორც გითხარი ჯერ კიდე რაღაც მომენტში თავს აჭარბებს დანარჩენ მოციქულებს რა და გონია რომ ისინი თუ გაიქცნენ ეს მაინც შორი ახლოს არის რა და აბა იქნებ რაღაცით რაღაცა გააკეთოს მაგრამ უფალი დაამდაბლეს ბოლომდე მოუხდა მას ერთი მხევალი და რქვა მას მხევალი უბრალოდ სახური ქალი იქაურობის მიდის მასთან და ეუბნება ქალი ხალხო მისგან არანაირი საფრთხე მას არ ემუქრებოდა შეიძლება უბრალოდ დაეცინა რა და ეგ იყო და ეგ და წასულიყო იმიტომ რომ არავის პეტრეს ინტერესი არ ქონდა რა პეტრე მართლა რეალურად დამნაშავე რო ყოფილიყო კაცული ხმას არ გაცემდა თქვენ აგერ ნახავთ ხო რომ მართლა დამნაშავე და კაცის პლენი და ავაზაკი ვინც იყო ის ბარაბა ის გაანთავისუფლეს და პეტრე ვის აინტერესებდა მაგრამ ხედავთ როგორ გაეპარა გული კურდღელივით ხედავთ და ესე ვარ თითოეული ჩვენთაგანი ღმერთის გარეშე ხალხო ნუ რავი ნუ გამოვიდებთ თავს ურაფერზე თუ ღმერთმა არ გაგვაძლიერა ვერაფერს ვერ შევძლებ არაფერი არ შეგვიძლია ნოლი ვარ სრუ ვარ მატლები ვართ და არ ადამიანები თუ ღმერთმა არ გაგვაძლიერა და ღმერთი კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გაძლიერებს იმ შემთხვევაში თუ კი შენში სიმდაბლეა თუ კი შენ აღიარებ რომ ღვთის გარეშე არაფერი არ შეგიძლია აი იმ შემთხვევაში არის უფალი შენთან და იმ შემთხვევაში გაძლიერებს ხოლმე და ხოლმე თორე თუ შენი თავი რაღაცა გონია მიგიშვებს გონია შენი თავი რაღაცა კი ბატონო მოდი აბა ისი გამკეთებელი ხარ და მიგიყვანს შენი უძულმების სრულ აღიარებამდე რომ დაგანახოს რომ არაფერი არ შეგიძლია შენ მარტო ღმერთის გარეშე ეგ აქამდე უნდა მოგიფიქრებინოთ რომ ეხლა უკვე გავდივართ პრობლემაში და ეუბნება პეტრეს და შენცა იყავ იესოისთან და გალილეველისაო რაღაცა შენც მახსოვხარო იმასთან ერთად რომ იესოსთან ერთად რა ხოლო მაგ უარყო წინაშე ყოველთასა და რქვა არა ვიცი რა საიტყვი საწალი პეტრე რა რასაც ოდავია და აი რა დღეში ჩავარდებოდა ეხა წარმოიდგინეთ თქვენ რა უცებ რომ დაინახა თავისი უსუსურობა რა მაგრამ ჯერ კიდე ბოლომდე ვერ ხედავს არ ვიცი საერთოდ რაზე ლაპარაკობთ რა ან ვიზე ლაპარაკობთ მე ვაქვავ პირველად ვარო რა პირველად ხედავ გას დავით არცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა ანუ ეხა იქიდან შეეშინდა ეტყობა რა იფიქრა რომ ვა ბიჭო აქ ვიღაცამ რაღაცა მიცნოსავით რა და გამოვიდა გარეშე ბჭეთა ანუ ჭიშკარს გამოცდა აქეთ რა იხილა იგი სხვამან და ქვა მდგომარეთამან ესეცა იყო იესოსთან ნაზარეველისა ანუ მე კიდევ ვიღაცა მიცნო ღვთისგანგებით რა თქმა უნდა და ღვთის დაშვებით და პეტრეს კი არ მიმართა უშუალოდ დანარჩენებს მიმართა ესეც იესოსთან ერთად იყო მერმეცა უარყო პეტრე ფიცით და თქვა ვითარმე არა ვიცი კაცი იგი არაო გეფიცებით რომ არ ვიცნობ საერთოდ რა აი ცუდად ხდები აი რომ წარმოვიდგენ აი საშინელება რა აი რა საშინელ დღეში ჩავარდებოდა პეტრე აი წარმოდგენაც კი მიჭირს რა აი როდესაც გაიაზრებდა და გააცნობიერებდა შემდეგ აყოლილოს რა როგორ დამდაბლდა რა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის წინაშე
და შემდგომად მცირედისა მოუხდეს მომდგომარენი იგი პეტრეს და თქვენს მას ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ და რამე თუ სიტყვა იცე შენი გამოგაჩინებ შენ კიდე მივიდე ცოტა ხნის შემდეგო და კიდე უთხრესო რომ არა შენ ზნაოდად მაგათიანი ხარო იმიტომ რომ შენი საუბრის მანერაც კიო იმიტომ რომ გალილეელები რო იყვნენ გალილეელებს თავიანთი კილო ჰქონდათ საუბრისა შენო ნამდვილად იმათიანი ხარო იმიტომ რომ შენი საუბრის მანერაზეც გეტყობაო რა ეგეც კი ყიდისო რა მაშინ იწყო შეჩვენება და ფიცად ვითარმე და არა ვიცი კაცი იგი აჰაი ფიცი დაიწყო არაო არ არსებობს შეჩვენება და ფიცად დაიწყო წარმოგიდგენია ვერტულად წარმოგიდგენია მაგრამ შესაძლებელი ყოფილა თუნდაც და მეხსეულად ქათამან იყილა ანუ მამალმაც დაიყილა ქათამი მე თქვენ გითხარით რომ დედალ ქათამსაც გულისხმობს და მამალ ქათამსაც რო ქართულად ნუ ქათამია ზოგადად ნათქვამი ხა დედალი რა თქმა უნდა ვერ დაიყილებდა მამალზე აქ ლაპარაკი ხოუწინასწორად ყოლა უფალმა რომ სანამ მამალი იყილებდეს სამჯერ გამცემო მოასწრებო სამჯერ უარ ყოფასო ჩემსასო შიშის გამო და აი მოხდა კიდევაც ეს ყველაფერი და აი მამალმა რო იყილა მე გამოფხიზლდა პეტრე რა თორე მანამდე ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს და მე გაახსენდა უფლის ნათქვამი და სხვა მოციქული ამბობს თუ არ ვცდები ლუკას უწერია რომ შემობრუნდაო უფალიო იესო და შეხედაო მაგ დროსო და აი თქვენ წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა პეტრეს რა აი ერჩივნებოდა რომ იქვე მომკვდარიყო რა ვიდრე უფლისთვის თვალი გაესწორებინა აი ამ თავისი სულმოკლეობის შემდეგ რა მით უმეტეს იმის ფონზე რა თავი გამოიდო და რებსაც იძახა და მოეხსენა პეტრეს სიტყვა იგი იესოისი რომელი რქვა მას ვითარმეთ ვიდრე ქათმისა ხმობამდე სამგზის უარ მყოფე და გამოვიდა გარეთ და ტიროდა მწარე გაახსენდა ეს ყველაფერი და გამოვიდა გარეთ და ატირდაო მწარეთო პეტრეო და მინდა შეგახსენოთ ხალხო მინდა შეგახსენოთ რომ სინდისის ქეჯნის შემდეგ ორი გზა არსებობს სინდისის ქეჯნა ყველა სინდისიერ ადამიანს ეწყება ცოდვით დაცემის შემდეგ აუცილებლად შეგაწუხებს სინდისი მაგრამ სინდისის ქეჯნა გადარჩენას არ ნიშნავს მე თქვენ გითხარით რომ სინდისის ქეჯნა არის ჯოჯოხეთი მეტი არაფერი დაუუკებელი სინდისის ქეჯნა არის ჯოჯოხეთი მარადიული ჯოჯოხეთი აი უყურეთ სინდისის ქეჯნას ორი გამოსავალი აქვს იმის და მიხედვით ადამიანი შინაგანად სულიერად რა მიმართულებისაა თუ ადამიანი ამპარტავანია ის სინდისის ქეჯნა აუცილებლად დეპრესიამდე და სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ აი ესეთი ადამიანისთვის აქვე დედამიწაზევე არის ჯერ ჯოჯოხეთი იმიტომ რომ სულიერი განცდაა ჯოჯოხეთი და არა რაღაც ფიზიკური გეოგრაფიული ადგილი სადმე და შემდეგ როცა თუ ის უნანელი გარდაიცვალა და სინამდვილამდე ვერ მივიდა ვერასოდეს იქაც ზუსტად იგივე მდგომარეობაში აგრძელებს თავის მყოფობას მით უმეტეს იქ ყველაფერი უკვე ძალიან მძაფრდება როდესაც ღვთის წინაშე აღმოჩნდები და პეტრესავი თვალებში შეხედავ და თუ შენში არ არის სიმდაბლე იქ ეს ყველაფერი 1000 მაგდება და აი ამას ქვია ჯოჯოხეთი და სწორ შემთხვევაში ანუ როდესაც ადამიანი თავმდაბალია სინდისის ქეჯნა გადადის სინანულში სინანული რა არის სინანული არის სინდისის ქეჯნა და საკუთარი ცოდვის განცდა შეერთებული ღმერთის კაცთმოყვარეობის და სიყვარულის განცდასთან თავმდაბალ საფუძველზე აღმოცენებული და სინანული უკვე პრობლემის გადაჭრა სინანული უკვე შველა სინანული უკვე ცხონება სინანული უკვე მადლია ღვთისა და ღვთის შეხება შენს გულზე ჩვენ ნახავთ ცოტა ხანში მოგვიანებით რომ სწორედ აი პეტრე და იუდა ამისი კლასიკური მაგალითები გახლავთ
იუდა, რომელიც ამპარტავანი სული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სინდისის ქეჯნა ძალიან წარედ დაეწყება და იმ ფულსაც დაყრის, მაგრამ სინანულამდე მისი სული ვერ მივა და სასწაკვეთილებაში ჩავარდება და ჩამოიხრჩობს თავს. და პეტრე მიუხედავად იმისა, რომ მან გაცილებით უფრო მორალურად მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სინდისის ქეჯნიდან მივა სინანულამდე. და მისი სინანული იმხელა აღმოჩნდება, რომ უფალი კვლავ აღუდგენს მას მოციქულებრივ ხარისხს. დღეისათვის დავასრულოთ 26 თავის დავამთავრეთ და შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელებთ უკვე მოსანიშვიდე თავს. მადლობა ყურადღებისთვის.